მოწვევისაც ხონთ ერთ რამეში ვერ დაგეთანხმებით, თქვენ ვთქვათ ანტიკორუფციული ეს მიმდინარე გრძელდებაო, ხომ ასე? არა, მე მაინც გონია ერთი რამ გალაქტიონი გამახსენდა, რომ არასდროს ბედი არ ყოფილა ესე ცვიერი, რომ ეშაფოთზე ადიოდა რობესპიერი, ხომ? რეჟიმი ჭამსავი შვილებს მე ერთი კვირის წინათ დაუწერემა და უთხარი რომ გახსოვდეთ ბიოგრაფია ლევან ღოღობერიძის, სერგო ორჯონიკიძის, ბუდუ მდივანის, მათ თვითმკვლელობით დაამთავრეს ცხოვრება და ან ვისაც შაშურკინი ვერ გაუსწორდა, ჯალათი. თვითონ დახვრიტეს უარდა, ხო? ამიტომ ეს არის მოღალატე ადამიანები საერთოდ ბედი. ამიტომ მე მაინც ანტიკორუფციული ეს სრულად გაუგებარია. ბიძინა მათი კორუფციის შესახებ იცოდა, შემოსასვლელში რომ ვიჭიქი ერთმა ქალბატონმა თქვა, რა თუნდაც მაგას სახლების გაჩხრება, ტყეები ნახოს, რაც აქვს მაგას და სახლები აქვს, რამდენი საქმე. რომ ფული საიდან ახან ის რომ გაუშვა თავისი შვილი ამერიკაში ჩარტერით და როგორ იყო, ამიტომ ეს კორუფცია ამ შემთხვევაში სულად ზედმეტია, რომ ბიზნეს აქ დიდი გეგმები. აბა ეს შირმა მაშინ რას უკავშირდება? რასაკვირველი ეგ არის მისი რუსული პროპაგანდის ფორმა, რომ ერთი სკანდალი მეორე დიდით გადაფაროს ყოველთვის, იმიტომ რომ ამ წუთში 4 ოქტომბერი დაპატიმრება ძვირფასი ადამიანების, აი რაც მოხდა ამის ანალიზი არ დაგვიმთავრები და ბიზნეს თავაზობს ახალი რაღაცით გადაფარვას ამ მოვლენის, ხო ასე? დიდი მოვლენი, სწორედ. სად იყვნენ მაშინ, როცა ფარცხალაძემ თავის სარდაფში ერთ-ერთი მინისტრის შემა, როგორც ამბობდნენ, ხო? დავით ყიფიანის შვილი. ხო, დავით ყიფიანის შვილი. არც ერთ საზოგადოებას მაშინ არ ამოძრავებია ძალა, ან სად არის ის ხალხი, აი ხა რომ იქნებიან აღშფოთებული, ძღანასა რო დადგენ და ახლა 4-ში არ გამოსულან და არ დაუცავთ ეს ადამიანები. ანუ ეს არის პრინციპში რუსული პროპაგანდა, ბიზნეს მრავალხრივ აწყობს ეს ამბავი. ერთი რა მხრივ? აი მოდით გავშალოთ ეს საკითხი. რუსული პროექტი და ამას სურს რომ აი რუსული პროექტი ცოტა ხანში თქვას რომ მიაბას ამ აჯანყებულებს ეს რუსული პროექტი, როგორმე მიაბას ამათ ეს მისი ამოცანაა თავისთავად, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის რომ არც ერთი ადამიანი ვერავინ ვერ დაიჯერებს რომ ფარცხალაძე მისი ოჯახის ნათლი მირონი და ბიძინა ივანიშვილის პირადი მსტოვარი მოსკოვში. კრემლის წინ აქვს ოფისი. რომანოვის გვარით არის ახლა. კრემლს პრინციპში ბიძინა მხოლოდ საქმეში ყავს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ აქ თქვა კიდევაც ერთხელ აი თქვენ ყავთ ერთი ადამიანი ხშირად მოწვეული მისი ხარებას მოადგილე რო არის ამერიკაში წასული. დიახ, შაიშმელაშვილი მასზეც დევნა გამოცხადდა დღეს. რომ ყველა სტრუქტურაში ძალოვანში ხედავენ რუსი ოფიცრები, რომლებიც აკონტროლებენ. ანუ პროპაგანდა მე მაინც არ მგონია რომ ბიძინას უნარი იყოს ეს მთლიანობაში, მხოლოდ ბიძინას, იმიტომ რომ მის გუნდშიც კი არავინ არ გამოირჩევა უკვე თავისთავად. ეს არის რუსული პროპაგანდა, როგორღაც დაალაგოს ხმაური თან აი ესეთი ფორმით, რომ აი ეს ფარცხალაძე ლამისად დაუკავშირონ ან ლილუაშვილი ამიტომ აი მანას თქვა გოგეშვილმა თქვა ლილუაშვილის იმის რომელიღაც მოადგილე რო იყო მაშინ სუსის მოადგილე მანას თქვა რომ ჩვენები გადადიან იმაში ვლადიკავკაზში და იქ გადიან ხვდებიან და უყვებიან ანუ ჩემთვის რა არის ვახტანგ გომელაური იყო ერთ-ერთი სხვათა შორის დღეს გომელაური ბრიფინგზე არ დასახელებულა მის სახში ჭხრეკა როგორ ჩანს არ ჩატარებულა ხო გომელაური იცი რა მან შეიძლება გამოიყენა ეს ადამიანი რაღაც პროვოკაციებისთვისაც სავსები დასაშვებია ყველაფერი ამ ქვეყანაში მათი ამის შესახებ რომ ჩვენ ესეთი რამე ერთხელ გამოვცხადეთ რომ ახლა 4 ოქტომბრის კავშირი ზუსტად ვერ შევატარო მაგრამ ტელევიზიაზე თავდასხმა იყო და აი ეს ჩვენი ჟიადისტები რომ შეყარეს ეს მთელი ლამისა პარლამენტის წევრი მე დაიჭირეს და ისომ დამთავრდა მთავრობა აღსდგა და რაღაც ესე გამოაცხადეს ხომ რაღაცა ეგეთი სპეკულაცია ვალტერ შურღაიას ამბავს ზუსტად აი 92 წლის იანვარში მოხდა მაშინ შევარდნაძის უნდა და ხელს აწერდა იმაში რა ქვია საქართველოს წინააღმდეგ ასე ვთქვათ აფხაზეთის საკითხებზე და ოსეთის საკითხებზე და ეს ხმაური უნდა და გადაეფარა ბიძინაც უმუდმივად გადაფარავს ახლა რას ფარავს ბიძინა ივანიშვილი ახლა დღეს რატომ გახდა საჭირო საგანგებო ბრიფინგის ჩატარება გენერალურ პროკურატურაში როცა მანამდე 4 ოქტომბრის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად ჩაატარა ქართული ოცნების მინისტრმა გელაგელაძემ პირველად გამოჩნდა სხვათა შორის ასეთი საგანგებო ბრიფინგის დროს პირდაპირ ეთერში და თქვა შეუთვალა პრაქტიკულად ირაკლი შაიშმელაშვილს რომ აი შენ დადანაშაულებული ხარ 4 ოქტომბრის ამბოხისკენ მოწოდებაში და შენზე გამოცხადებულია დევნა. ის კაცი ამერიკაშია, ის იცის მთელმა საზოგადოებამ
საზოგადოებამ და ქართულმა ოცნებამ არაჩვეულებრივად კიდევ ერთ ადამიანზე საზღვარგარეთ მყოფსი არის ძებნა გამოცხადებული, მაგრამ მისი ვინაობა არ დასახელდა. აქედან 1 საათში ზუსტად ტარდება უკვე გენერალურ პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი და უკვე ასახელებენ ამ 3 მთავარ სახელს და გვარს. ოღონდ სხვა საკითხზე როგორც თქვენ ამბობთ. დილის 10 საათზე დაუწყიათ ეგ ხრეკა გამოაცხადეს, მაგრამ დღეს განცხადება გააკეთა კობახიძემ, მაგრამ არ უხსენებს. მაგას უნდა მანც ყველა მიცოდა რომ 10 საათზე დაწყებული იყო. ანუ კობახიძეს რა როლი აქვს ამ ადამიანების სახლების ჩხრეკაში, პირად გაჩხრეკაში ან თუნდაც სავარაუდო დაკავებაში? ეს აქ ერთი რამ არის რომ ბიძინას სახე შეიძლება ჩავთოთ ერთმა წესიერმა კაცმა, ჩვენ დროს იყო ქალაქის თავი, ვაშაძემ თქვა რომ მე მისალ დიდი მეხუთმე არა ვარ, მაგრამ არ მოიყვანოთ ბიძინა ხელისუფლებაშიო. იმიტომ მასთან იმუშავა ისა საქმის წარმომადგენელი პარაფსო ეძახიან. ეს იყო. და მან თავისი ცოლის ესე იგი ძახა ეს ქვისლიც კი დაიჭირა. ანუ ბიძინას პრობლემა ბიძინას ძალიან კომპლექსიანი, სუსტი ადამიანია, ის ძალაუფლების მოპოვებით სახესია, კლასიკური სახესი, ძალაუფლების მოსაპოვებლად ყველაფერზე წავა. მას ამ წუთში ის ძალიან დაბნეულია, ძალიან ესეთი რატომ რამ დააბნია? დააფრემდო ფულს კარგავს, მისი თავარი არის მაგალითად ფულს კარგავს, მდგომარეობა მისი მდგომარეობა ფულზე დამოკიდებული. რუსები მართავენ ამ ქვეყანას, უბრალოდ ნახეთ როგორ არის რომ ეს ხალხი ერთმანეთს იჭერს, ყველა ემორჩილებოდა, ასე ვთქვათ, სანამ ღარიბაშვილი იყო, ყველა ემორჩილებოდა ღარიბაშვილს, სანამ ხო იყო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი. ახლა ვთქვი კობახიძეს, მაგრამ ყველა ემორჩილება ბიძინას. მოდი დავალაგოთ დომინოს ფიგურები. ესე იგი, ზოგიერთი ჩვენი რესპონდენტი ამბობდა, რომ ეს შეიძლება იყოს კობახიძის სპეცოპერაცია, მან დაარწმუნა ბიძინა ივანიშვილი, რომ შენ ეს ხალხი ფულს გპარავ და შენს წინააღმდეგ ამბოხს აწყობ და ამიტომ ეს ადამიანები უნდა დავიჭიროთ. ბიძინა ივანიშვილმა შესანიშნავად იცის მისი გამოზრდილი ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ხარცხალაძის ფასი, მათი ერთგულების ფასი. არის შესაძლებელი, რომ ეს ხალხი მონაწილეობდა 4 ოქტომბრის გადატრიალების საკითხში? ან რამდენად მწყობრი იყო ეს გადატრიალების გეგმა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ შედეგს ვერ მიაღწიეს და ისინი გამარჯვებული სახით იყვნენ უკვე ეს დღეები. კორუფციას კიდე ფულებს ვაკეთებდნენ, ბიძინამ ძალიან კარგად იცოდა. კი ბატონო, ბევრი წელია უკვე ამაზე მედია ლაპარაკობდა საზოგადოებამ. მასზე მეტია უნდა ქონოდათ, უნდა გადაეჭარბოს. და არც ექნებათ ახლა მასზე მეტი. საინტერესო ისაა, რომ რატო ემორჩილება კიდაც კობახიძესო მეტი ძალაუფლება ბიძინა ვინ არის, შეუძლია დაიჭიროს იგივე. ხვალ ბიძინა სახში მოაწყოს კობახიძემ თუ მოინდომა, რატო არ აწყოს ბიძინა სახში იგივე ცხრეკას, ხო რა ფული აქვს ბიძინას. ვერ მოაწყობს, იმიტომ რომ ამიტომ ამბობ რომ ჩემთვის თავი რაც არის ამ წუთში, ეს არის რუსეთი როგორ მართავს ამ ქვეყანას. რუსეთი მართავს რუსი ოფიცრების ან მათი მიერ აქ რუსული პროპაგანდით, ხოლო ბიძინა არის აქ ისინი ემორჩილებიან ბიძინა, ანუ ბიძინას ხელით ხდება ეს მათ, ისინი ბიძინასაც კი არ ემორჩილებიან, მაგრამ მათ აქვს განცხადებული პირველი ინფორმაცია მიდის ბიძინასთან, რომ ბიძინა იყოს, ხოლო თითოეული მათგანი ამას გარდა საშინელი მსხვერპლი არიან საკუთარი ქონების. აი დღეს დავწერე კიდევ როგორც ბორის კოლტის სალაფავი. თავისი ქონების მძევალია ვინ? ის ადამიანები ვის სახში ჩხრეკა ჩატარდა? ყველა მათგანი და ესენი ყველანი ბიძინას ემორჩილებოდნენ, იმიტომ და ყველა მათგანს დიდი ფული ეშოვათ, გავლენა ქონდა. ეს ამ ადამიანების გასვრა ხო არის იმის გარანტია და როგორც ამბობენ ბიძინა მიუშვებს საძოვარზე ყველას, იმიტომ რომ გასვაროს, რომ მერე მისი ერთგულება შეინარჩუნოს. საბჭოთა პერიოდში ესე იყო, ყველა ქარხნის დირექტორი იპარავდა, მერე ხელში ყავდათ. ანუ იგივე უნივერსიტეტებში პროფესორები მისაღებ გამოსვლებს, ყველა გამოწერილი ყავთ, ანუ ყველას მართავს ეს. ისე როგორც ახლა ესენიც აკეთებენ პრინციპში, აი ბიზნესი, რომელიც მათ ხელშია, ყველა ბიზნესის დაჭერა შეუძლიათ ხვალ, იმიტომ ყველაფერი გარკვეულად არასწორად აქვს მიღებული ფორმები. ამიტომ შეუძლიათ თავისთავად. ან ახალგაზრდათა ნაწილი, ვინც კოლ-ცენტრებში მუშაობენ, ისინი ხო ყველანი დამნაშავენი არიან თავისი ზოგადი მოცემულობით, არა, როცა მოუნდებათ არასწორ ადგილზე მუშაობენ, არასწორ ეს არის სისტემის, ეს არის სწორედ ესეთი დიქტატურის მართვა, რომ ყველას აძლევს უკანონობას. ბიძინაც ამიტომ უნდათ. აი ძალიან ცოტა დრო გრჩება და მინდა განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმაზეც გადავიდეთ. მაშინ როცა რენესანსი სანამ არ იყო გავრცელებული მთელ საფრანგეთში, იყო ესეთი ცნობილი გამოთქმა, რომ თუ გინდათ აღმოფხრათ დანაშაული, გაავრცელეთ განათლება. და მაშინ როცა ცარისტული რუსეთი მონობის უღელ ქვეშ ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას, ილია
ჭავჭავაძე წერდა, რომ ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე გონება გახსნილი სულ განათებული კაცები არ ყავსო. ამის შემდეგ, აი ამ გამოთქმების პარალელურად ილია ჭავჭავაძე იწყებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დანერგვას ჩვენს ქვეყანაში. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი, როგორც თქვენ ახსენეთ, ძალიან იყიდებს ფეხს ჩვენს ქვეყანაში და ქართული ოცნება ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები სტუდენტი გაუჩვა საზღვარგარეთ, რომ мотивация იყოს ნაკლები, თავისი იდეოლოგიზაციის ქვეშ მოაქციოს ახალგაზრდობა, დასაჯოს და რეპრესიები გაატაროს პროფესორ მასწავლებლებზეც და ვიცით, რომ ილია სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ემუქრება ძალიან სერიოზული სასჯელი ქართული ოცნებისგან. რას უკავშირდება ის, რაც თქვენ გულში ეს იგივეს უკავშირდება, რაც თქვენ ძალიან უკვე შესავალში, რომ ეს არის სწორედ იმიტომ, მას ეშინია თავისუფალი ადამიანის, რომელსაც თავისუფალი უნივერსიტეტი გასდის. უნივერსიტეტი უნდა იყოს პირველ რიგში თავისუფალი, თორე ეს არასწორი იყო ჩვენ ესე წარმოვიდგინეთ, რომ ლენინი ებრძოდა ინტელიგენციას, არა, ლენინი იბრძოდა თავისი ინტელიგენციისათვის. მას სურს თავისი უნივერსიტეტების შექმნა, ხო თქვა, ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი. ანუ მეორე უნივერსიტეტი არ იქნება, როგორც კი მოვიდნენ. პირველსავე დღეს გახსოვთ, თავდასხმა იყო თავისუფალ უნივერსიტეტზე. და ტექნიკური უნივერსიტეტი ბათუმის გააუქმა. თავის შენობიანად გაყიდეს ეს შენობა. სადაც დამოუკიდებელი იდეები იწედებოდა, ის გააუქმა. მეორე, ყველა მის თქვენთან მოვა სტუდიაში, აი მეც 80 აი ამასთან ერთად მოვიდნენ ოცნებასთან და ახლა არ მოსვont, კითხეთ რომ როგორ მოახდინეს რომ უნივერსიტეტი იყო IP, ანუ არაკომერციული იურიდიული პირი, რომელსაც სახელმწიფოს კონტროლი არ უნდა გასულიყო. მათ შეცვალეს და ყველა გადაიყვანეს საჯარო იურიდიულ პირად, ანუ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დააყენეს. და ამან გამოიწვიეს, რომ მათ ძალაუფლება სურთ ამ უნივერსიტეტებზე. ნახოთ, თქვენ ცოტა ხნის წინ ილიას უნივერსიტეტი ავტორიზაციის სახიფათის წინ დააყენეს. ან ისაც საქართველოს უნივერსიტეტში ხდება ამ წუთში, რასაც აკეთებენ, ხო? ახლა ნახეთ, ესენი მუდმივად ქვიან რაღაცა სანახაობას. ნახეთ, გავიგოთ, როცა მოვიდნენ პირველი სანახაობა იყო, რომელიც თვითონ ჩაახშვეს იმაში ქვევრში ეს ახლა პატარა გოგონა რაფალიანცი და მე იყო ამ საქმეს გამოვიძიებთ. გახსოვთ? შემდეგ იყო ჟვანიანის საქმე, ამისი რა ქვია, ჰაკიმ ფაშას მიერ გავრცელებული სურათები და მისი გამოძიება. იყო ის სამხედროების ამბავი კიდე იმაში აფღანეთში. მე იყო გახსოვთ გარეჯი არის საქართველოს, ხო ასე? ხო და აი ხა მთავარია ყველა მილაპარაკოს, რომ იმა რა ქვია, მიშელ სააკაშვილის დედამ ლარაც მიიღო უნივერსიტეტი. მაგრამ ეს ხომ ტყუილია დოკუმენტებით კი 5 მილიონია გადახდილი ეკონომიკის სამინისტროსთვის, არა GP-ისთვის. ყველა რექტორმაც იცის, ვინც ახლა თავისი რექტორი ყავს, თავისი ანუ მაგას უნდა ყველგან გურგენიძეები ყავდეს. მან ხომ მარტო გიული ალასანი არ არის, სხვა ინვესტორები. მან არის ამერიკელის არის, მარტო ქართველი არ არის. ანუ ეს ხომ მოკლეფეხება ტყუილია. აი სულიად მოკლეფეხება ტყუილი იყო გარეჯი არის საქართველოს. საქართველოს არც ერთი ხელშეკრულება აზერბაიჯანთან არ დაუდევს ამ ხანაში და როგორ მიყიდა მიშამს გარეჯი, ხო? და არც უხსენებიათ რამდენჯერ შეხვდნენ მე ალიევს და ერთხელაც არ უხსენებიათ. ახლა იმუშავებს ხალხი, რომ მიშას დედამ წაიღო უნივერსიტეტი, მიშას მისცეს ერთ ლარად, ხო? ყველა მიცის როგორ არის, იმიტომ ის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი ამ წუთში. კი ბატონო, საერთაშორისო აღიარება. პირველია რეიტინგში, კერძო უნივერსიტეტი პირველია რეიტინგში. ანუ ესენი ებრძვიან იქ სადაც თავისუფალი უნივერსიტეტი არსებობს. ნახეთ, მეორე კიდე მათ რაც სურს რომ ამ უნივერსიტეტის განადგურებას უწევს, იმიტომ ილიას უნივერსიტეტს უგააუქმებს, ვაკეში ბევრ ტერიტორიებს აიღებს. გახსოვთ, ესენი ყიროდნენ რომ მიშამ გააუქმეს სპორტის ანუ ფიზკულტურის ინსტიტუტი, ხო გახსოვთ? სად არის ფიზკულტურის ინსტიტუტი? ხო გაყიდეს. აი ნოშეს მიყიდეს, ნოშრევანი რო ყავს ის ერთ-ერთი მათი მდიდარი კალაძის მეგობარი ბიზნესმენი რო არის და იქ 60-სართულიან სახლს აშენებს. ანუ ეს არის მიმართული აბსოლუტურად უნივერსიტეტი არის მიმართული ქართული აზროვნების წინააღმდეგ, თავისუფალი აზროვნების წინააღმდეგ. ნახეთ, რას ნიშნავს ერთი ფაკულტეტი უნივერსიტეტი? ეს რა იქნება მაშინ? გამოდის რომ ჩვენ დავკარგავთ ბოლონიის პროცესიდან უნდა გამოვერთოთ. ჩვენები ვერ გააგრძელებენ სწავლას, ახლა დღესაც მომივიდა მე მაგათაც ერაზმუსით მიწვევა რომელიღაც იმაში. ვერ წავალ თუ ამ პროცესიდან ამოვარდებით და არ ვიქნები და ვერ მივიღებთ განათლებას, ხო? ამიტომ ესენი სპეციალურად აქედან აგდებენ. აი ნახეთ როგორ იქნება. ერთი ფაკულტეტი ხომ ერთ ქალაქში არა? მაშინ გადგებიან და ერთ პროგრამაში ადგენენ, როგორც ძველად იყო საბჭოთა პერიოდში, რომ ზეწარი მოდიოდა ისტორიის ფაკულტეტზე რასაგლები უნდა გვესწავლა. მაგალითად, 2-3 სემესტრი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორია, მე ისტორიკოს, 5 სემესტრი საბჭოთა კავშირის ისტორია, თვითონ ხალხთა ისტორია. ახლა ალბათ პუტინის დაწერილ ისტორიას შეასწავლიან. ახლა შეასწავლენ პუტინის წერილებს, როგორც მაშინ გვასწავლდნენ აღორძინებას და მცირე მიწას, ხომ? ან პუტინის ან შეიძლება ბიძინამ თუ სულ დავიყურებით, ბიძინამ თუ რამე დაწერა იმაზე ნიჩეზე, იმას შეასწავლენ ფილოსოფიის ფაკულტეტზე. არა, უბრალოდ პუტინია შემჩნეული ისტორიის გადაწერაში და ამის
პუტინი და დუგინი. ბატონო ეს არის კატასტროფა, რომ ესენი ჩვენ თავარი ამოცანა რაც არის, რომ კარის გადახურვა ევროპისკენ, რომ ჩვენ ევროპის კარები ჩავიქვათ. შემდეგ კონკურენციის გარეშე დარგი ვის გაუგე, რომ ყველგან ერთად ისწავლებოდეს, რომ მეორე, ამათ ავიწყდებათ, რომ უნივერსიტეტი აძლევს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ კოგნიტური უნარების, სხვადასხვა უნარების განვითარება, ინტერაქტიული უნარების, კოგნიტური უნარების წაკითხვის შესაძლებლობა, მისი გაგება, მისი გაანალიზება, საკუთარი თავის შემეცნების უნარს აძლევს, რომ ეს აბსოლუტურად სწორედ ასეთმა თავისუფალმა თაობამ შეუქმნა პროტესტის დისკომფორტი ქართულ ოცნებას და ალბათ სწორედ მათი გაყრაუნდათ დედაქალაქის ცენტრალური კი არა 1968 წელს ისე დიდ ფიგურას როგორც დეგოლი უნივერსიტეტში არ შეუშვეს საერთოდ არ შეუშვეს. კი ბატონო, ახლა სტუდენტებზე არის სიტყვა არა ყველაზე მოდი ესე ნუ დავიყოფით ყოველთვის ვამბობთ რომ ახალგაზრდობასთან ერთად ჩვენი მოვალეობა ჩვენ აქ ხოლმე მე მაგალითად 92 წელს გადატრიალების დროს ვიყავი გერმანიის უნივერსიტეტში მაგრამ ჩამოვედი აქ ვარ და აქ მინდა სიკვდილი ეხლა ესენი ამზადებენ ხალხს რომ გააქციონ არა არსად მე არ წავედ არც ახალგაზრდები არ წავლენ დიდი მადლობა ეს უნივერსიტეტი ჩვენია და ეს ქვეყანა ჩვენია იცოდეთ რა თქმა უნდა ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ მისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ დიდი მადლობა ბატონ ბეჟან ჯავახიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის